მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე ახლა ვიმყოფები ქალაქ სტამბოლში და ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი მინდა ჩავწერო. სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ყველა იცნობთ ამ ადამიანს, მაგრამ ვიცი რომ ზუსტად გაგეხარდებათ დღეს ჩემს ინტერვიუში მისი ნახვა. ჩვენი 12 წლიანი ურთიერთობა, მეგობრული, თანამშრომლური, რა ვიცი, საზოგადოებრივი და ასე შემდეგ მრავალ სფეროს მოიცავს და ის გახლავთ თურქეთელი ქართველი თქვენთვის და ჩემთვის საყვარელი პიროვნება ბატონი ორჰან ბერიძე. 12 წლიანი ურთიერთობის განმავლობაში მე მასთან ასე პირადად ინტერვიუ არასდროს არ გამიკეთებია, არ ჩამიწერია, თუმცა ძალიან ბევრს ვსაუბრობ მასზე, რა თქმა უნდა, ვწერ კიდევაც სტატუსებში, ჟურნალებში და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს ჩვენი ინტერვიუ, რომელსაც ძალიან მცირედ, მაგრამ ინფორმაციულად ჩავწერთ, ეს იქნება პირველი. დღეს ვბრუნდები ქუთაისში, აქვე ჩაი ყავაზე შემოვიარეთ და ესეთი მეგობრული, მაგრამ აუცილებელი საუბარი შედგება დღეს ჩვენს შორის და მე მინდა ახლა წარმოგიდგინოთ ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი და თქვენთვის უძვირფასესი პიროვნება თურქეთელი ქართველი ბატონი ორჰან ბერიძე. მოგესალმებით ბატონო ორჰან. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მასპინძლობთ ამ ეტაპზე ამ წუთში აგერ ჩაისა და ყავას მივირთმევთ მე და თქვენ მეგობრული შეხვედრა გვაქვს საუბარი და ჩემი გაცილების მომენტია ხო და ვისარგებლე იმით რომ ჩვენ ამდენჯერ ხო 12 წლის მანძილზე ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს თუმცა აქვე კაფეში გადავწყვიტეთ თქვენთან საუბარი ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან მეგობრულია დღეს მინდა ზოგადად ვისაუბროთ თქვენს შესახებ მოკლედ მაგრამ აუცილებელი საუბარი მინდა იყოს ჩვენს შორის იმიტომ რომ საზოგადოებას თქვენ შესახებ ბევრი ინფორმაცია აქვს მაგრამ მაინც ყოველთვის აინტერესებს თქვენი ბავშვობის თქვენი მოღვაწეობის და ასე შემდეგ შეიძლება აქვთ ეს ინფორმაცია მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ ვისაუბროთ მოგესალმებით პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდებ მობრძანებისთვის კიდევაც მივესალმებ საზოგადოებას რომელიც ძალიან მიყვარს ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებით მე დავიბადე 1972 წელს ქალაქ გირესუნის ქართულ სოფელში 25 წლის ასაკში ჩამოვედი სტამბოლში იმის შემდეგ სტამბოლში ვცხოვრობ 2006 წელს შემოვედი ქართულ დიასპორაში ვისწავლე არ ვიცოდი ქართული რადგან დედა თურქი მყავდა სახში არ საუბრობდნენ ცოტა კი რამდენიმე ისე კითხვა მაგრამ ისე კითხვაწერა და გრამატულად ვერ რა თქმა უნდა მე სტამბოლში საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია სახელიანი მაშინდელი ასოციაციაში ვისწავლე ქართული კითხვაწერა იმის შემდეგ 2017 წელს დავაფუძნეთ სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი რომელიც ქალბატონ სეზენკოლიჩ ოქჭარი სალომე ბარამიძე და ერთი მეგობრებთან ერთად კიდევ გუნდა ჯგუფურა და შეძლებს დაგვარად მოღვაწეო მორჩილანე წელს გინდა შევიტანოთ რომ ქართული კულტურის განვითარება ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ასე მოკლედ მთელი თქვენი ცხოვრება ამ პატარა მოკლედ წინადადებებით ვერ შემოიფარგლება და მოდი ამიტომ დავიწყოთ ახლა ჩვენ თქვენ თქვით რომ ქალაქ გირესუნში დაიბადეთ თურქეთის საზღვრის იქეთ და უпростоრად თურქეთის საზღვრებში და მაინტერესებს ანუ ვინ იყო თქვენი დედა მამა და როგორი ბავშვობა ჰქონდათ დედა ჩემი თურქია მამა ჩემი ქართველი მე გავიზარდე ქართულ სოფელში მეზობლები ჩემი ბიზები ნათესავები სულ ქართულად საუბრობდნენ არაფერს მესმოდა სახში რომ მოდიოდნენ ჩვენთან ან ჩვენ რომ მივდავდიოდით მამა ჩემიც მასთან ქართულად საუბრობდა სულ მამა ჩემს თურქული უჭირდა რაღაცა 20 წლის შემდეგ უსწავლია ცოტა თურქული მაინც მახინჯლად საუბრობდა თურქულად მამა ჩემს დედაენა იყო ქართული მეუღლესთან როგორ საუბრობდა მეუღლე რომ თურქი ყავდა თურქულად დედა ჩემთან იმიტომ მე არ ვიცოდი იმ დონეზე ანუ საერთოდ თურქეთელი ქართველები მით მშობლები ქართველი არიან ორივე ცოტა თუ ბევრად იციან ჩვენი ტოლი ჩვენი ასაკითხვა შენთვის ბავშვობაში უფრო დედის ენა იყო ახლობელი ხო? მომ ეს თავისთავად ხო და მე რაღაცა არაფერს მესმოდა მე სანამ ქართული მისწავლე მე ბაბუაზე ანუ ჩემი წინაპრებზე წელილი დავზერე რომ ანუ დიდად პატივცემულა ბაბუა ასე იწყება მოკლედ უთხარი რომ თქვენ არ იცოდით
თქვენ თურქული არ იცოდით, სულ ქართულად საუბრობთ, მაგრამ შეიძლება არ იცოდით კითხვაწერა. მე ეს ბარათი წავედი მომას საფლავზე და ვუთხარი მომას რომ მამაო, მე შენზე მეტი ვისწავლე ქართული, უფრო მეტი კითხვაწერასაც ვისწავლე. მამა წნაპრებო ყველამ ადექით საფლავებიდან და 1 საათით ქართულად ვისაუბროთ და მე ერთად დავსვათ. ეს იყო წერილი, რომელიც პირველად წავიკითხე, ძალიან ბევრი ვიტირე და ჩვენი გაცნობის მიზეზი ეს წერილი გახდა. მე აქედან დაგიკავშირდი თქვენ 12 წლის წინ. მე ასე მოგვიანებით ვიზიარებდი საზოგადოებრივ ქსელებში და იუტუბ-არხში. მე საქართველოსთან პოეტებმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ამ თქვენს მითხარით მაინც და სხვების მითხრეს პოეტებმა, რომ ეს უციგნად დაბეჭდა. ანუ პოეტები, მწერლები თქვა ახლა მეგობრები, ხოდა მე მაშინ ვუთხარი, რომ არც მწერალი ვარ, არც პოეტი ვარ, მე არ მაქვს ასეთი კულტურა. ანუ თქვენები გამეხმარეს დაუპეშტეთ ციგნად. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით. მაგალითად, აჩარის საკულტურო ორგანიზაციას თავმჯდომარე შურენა ლომაძეს ინიციატივით მოხდა ეს. კიდევაც მაგალითად შურენა მახაჩაძე არის პროფესორი ბათუმის უნივერსიტეტით, ისიც გარედან და ხოდა საქართველოს მწერალთა კავშირმა და აჩარის მწერალთა სახლმა გამიკეთა პრეზენტაცია პირველად. რა თქმა უნდა, ამ წიგნის კორედაქტორები თქვენს ხართ, ბევრი კიდევ ჩემი მეგობრების არიან, თქვენ ბევრი გაწვდილი ამაში. დიახ, მადლობა. ანთებული იყო მაშინ ადრე სკაიპი იყო, მე მესენჯერი იყო, ყველა რიგზე რო რომ დღეს ნათიას შევაწუხე, ანუ 2 დღის შემდეგ, ანუ მერიდებოდა უკვე სხვა წერდა რაღაცა, ასე საუკუნის წევდა სახელიანი, 100-300 ფუსტიანი, ჩემი მოგონებები, 4 ფერადი წიგნი გამოვიდა და მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ასევე მთელი საქართველოს. კიდევაც საქართველოს მწერალთა კავშირმა განაცხადა ჩემი თავი მწერალთა კავშირის წევრად და სინამდვილეში არც ვიყავი ღირსი, მაგრამ კიდევაც დიდ მადლობა მწერალთა კავშირს. მადლობა ნამდვილად ჩემი სახელით, ჩემი მხრიდან ვუხდი მადლობას, იმიტომ რომ თქვენ ფიქრობთ რომ არ იყავით ღირსი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ თქვენ ღირსი იყავით და ქალბატონი მაყვალა გონაშვილი ამ გადაწყვეტილებას უბრალოდ არ მიიღებდა. მადლობა მას. მადლობა. ბატონო ორჰან, მოდი ისევ სოფელს დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ ბავშვობის წლები ძალიან ლამაზია ხოლმე, შეიძლება გვიჭირს, შეიძლება გვილხინს, მაგრამ მაინც ტკბილად მოსაგონარია. აი, როგორ თამაშობდით ბავშვობაში, რა იყო თქვენი მაგალითად ძირითადად გასართობი? თუ გქონდათ ბაღჩა, ისეთი და ეხმარებოდით მშობლებს და ასე შემდეგ, მაინტერესებს ესეთ დეტალები. მაგალითად, ძროხები. წავიყვანდი, მომიყვანდი. ქართმელი ყავდა, როგორც თქვა, კატა ყავდა სახლში, ზაღლი ყავდა გარეთ, რაღაც ასეთი ცხოვრება ყავდა. ბავშვობთან ის ახლა ქართულად როგორ აგიხსნა, მოხაზულებით რაღაცებს ვაკეთებდით, რაღაცა, მაგრამ რაღაც მახსოვს, რომ მეზობლები, ხალხი ერთმანეთთან მოფრეებასაც ქართულად როგორც თქვა, მისაუნება რაღაცა სოფლურად და გინებასაც ქართულად. ანუ ქართულად იყო მოფერებაც, გინებაც, თამაშიც. კიდევაც ყველას ჰქონდა მეცახე. მაგალითად, ოტოპალიაი, ასე როგორც თქვა, წოწოლაი. ციკაი. ანუ ასეთი ქართულ კიდევაც სოფელში ჩვენი ზოგი ადგილები ჯერ კიდევ ქართულად არის. უჭვარა. ქართული სახელით. უჭვარა. უჭვარა. ჩელები, შებლი, გულამინდორი. ანუ ასეთი ადგილები ბოსტონამინდორი. ასეთი ადგილები არის ჯერ კიდევ ქართული. ბატონო ორჰან, იცით რა მაინტერესებს? აი მაგალითად ბავშვები რომ იყავით, თქვენ დედმამიშვილებიც ყავთ და ბავშვები რომ იყავით და მამა რომ ქართველი ყავდათ, აი მამა თუ დაგიჯდებოდათ და გესაუბრებოდათ ქართულ ამბებზე, ქართულ ისტორიაზე და რას გიყვებოდათ, აბა რა გახსოვთ იქედან? ახლა ჩვენ ქუჩის კულტურა თქვა. ქუჩის კულტურიდან ასე ვიცოდით, რომ საფრთხეთ რუსეთია, სოფლიოში რამდენი ცუდი რამ არის ის მოხდება.
ანუ ეს კაპიტალისტური და კომუნისტის მე გავიგეთ რომ ის არ ყოფილა საქმე მაინც, მაგრამ ანუ თუ რამე ცუდი ხდება, იქეთ არის. იქეთ იქნება. საზღვრის იქეთ. ჩვენ სულ ანგელოზები ვართ და ჩვენ იქეთ ცუდი იქნება. ხო და მე მაგრამ მამაჩემი ამბობდა რომ საქართველოს ასოებს, გურჯისტანი ასოებს, იქ ნათესავები დიდები ამბობდნენ ამას ჩვენში. კიდევ მამაჩემი რადიოს უსმენდა, მე რომ ქალაქ გირესონელი ვარ, ის ერეოდა რუსულ სიტყვები ხანდახან ღრმიდან ტალღით რაღაცა ერეოდა და ჩვენ გვეუბნებოდა რომ ბავშვობა ცოტა ჩუმად იყავით, შეიძლება ერთ-ორი სიტყვა ქართულადაც მომოდა მოისმენა. ახლა მამაჩემი არ უნახია საქართველოს. მისი მამა არ უნახია და მე ბაბუა გადასახლებოდა საქართველოს და ახლა მათი ის ცნობიერება ხო? მე ახლა დავინახე და მთელი საქართველოს გავიარე და მადლობა ღმერთს, დიდი რამეა. ანუ გავიცანეს ჩემი სისხლოსეულები ნათესავები და ახლა მესვიცი თქვენს დონეზე რომ რა ხდება სოფლიოში და რა არის საქართველოს და რა არის ქართული კულტურა, რადგან ქართული ვისწავლე. თქვენ რომელი წიგნიდან კითხულობთ ისტორიას, მეს იგივე წიგნიდან კითხულობთ, იგივე ენით. უკვე დიდი ბედნიერება ეს თქვენთვის. აიცი რა მაინტერესებს, ასეთი დეტალი მაინტერესებს, შეიძლება ასეთი კითხვა არც არავის დაუსვამს თქვენთვის, მაგრამ მე გამიჩნდა ახლა ეს შეკითხვა. როცა მამა საქართველოს შესახებ რაღაც პატარა ამბებს გიყვებოდათ, ანუ დედასთან ერთად ქონდა, თქვათ, ამის შესაძლებლობა, ანუ დედაც ისმენდა ამას, ანუ დედა უსმენდა, ჩემი სოფლელი ქალბატონი იყო. ხო, ეს მაინტერესებს ძალიან. გაუნათლებელი იყო, მაინც არა იმას გეუბნები, განათლებული ის არ იყო, მე ნასწავლელი, არის სოფლელი სუფთა ის იყო, როგორ გეცნობ. სოფლის ქალი იყო, დედაშემს ისეთი კრიტიკა თუ რაღაცა არ ქონდა. არ ქონდა, თქვათ, აგრესიული დამოკიდებულება საქართველოს და ქართველების შესახებ. მაინც ქმარი, მაინც ქართველი ყავდა. ესეთი რამე არ გამიგია, არჩეთი თურქთან რომ რაღაცა ქართული კულტურის შესახებ აგრესიული თუ რა არ უნდა გირა, არც გამიგია. შეიძლება იყოს, მაგრამ მე არ გამიგია დღემდე. ანუ არასდროს არ უთქვამს, რომ ბავშვებს ნუ ელაპარაკები საქართველოს შესახებ. პატივისცემა თქვენს დედას. ღმერთმა აცხონოს. მაგრამ იმიტომ მე დედაჩემი რომ ასე იყო, მე დედა ძალიან მიყვარს. მე იმიტომ გვარი დავიბრუნე სასამართლოში, სტამბოლის თურქეთის მთავარი სასამართლოში, თურქეთის პირველად ეთნიკოსების შეასი, ბერიძე გვარი, ქართული გვარი დავიბრუნე, მაგრამ სახელი არ შეიცვალა. რატომ და ორფანის სახელი სუბსახელის სახელია და დედას პატივცემულად მეს არ დავიბრუნე. სახელი დაიტოვეთ დედის საპატივცემულოდ, გვარი მამის საპატივცემულოდ. დიდი ადამიანი ბრძანდებით ნამდვილად. 25 წლის ასაკში წამოხვედით დიდ ქალაქში, სტამბოლში. აი, აქედან როგორ დაიწყო შემდეგ თქვენი ცხოვრება მაინტერესებს. სტამბოლური ცხოვრება როგორ დაიწყო? სტამბოლში მე რომ მოვედი, მუშაკად და ჩაიც მიირთვით, თორემ გაგიცივდებათ, მეც ყავას მივირთმევ. თან ვისაუბროთ. მადლობა. დავიწყე მუშაკად სტამბოლის მერიაში. ბალახი ბავდეთ, კი? მუშაკი. 5 წელიწადი მუშაკად. მე 5 წელიწადი შეფი მუშაკად. პარკების კამპოთილის. მე 5 წელიწადი სტამბოლის საკრებულოს წევრი გავხდი, არჩეული. 40,000 ადამიანმა ხმა მომცა. ანუ ისეთ ხმა მინდა ანუ მუშაკიდან მეროობა. ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიგიღოთ, ესეც მაინტერესებს. მიყვარს მე ახლა ცხოვრება მაგრამ პირველი ვარ ასეთი რაღაცებზე მაინც მუშაკი გახდა საკრებულოს წევრი. მე 5 წელიწადი ჩემი რაიონის მერის მოადგილე ვიყავი და მე ბოლოს მიწახლა წელიწადი ვიყავი მაშველი მიწისწვლის როგორც სადაც ვასწავლები მაშველებდა. ასე ახლა უკვე ვარ პენსიაში 15 წელი ინსტიტუტის სამინისტრო სიტყვით და ზეპირის სიტყვით და წერილი თარგმნელი ვიყავი. ახლა ბოლო 4-5 წელია არ ვთარგმნე, არც დავდივარ სოფლებში დავდივარ, პენსიაში ვარ, მაგრამ კიდევ უკვე ასაკში ვარ და უფრო სოფელი მაინტერესებს, მიწა მიყვარს. თანაც საქართველოში დავდივარ, აქ დურო არ მაქვს და არ ვქნა. პირველად ვინ შეგასწავლათ დედაენა? საიდან დაიწყო თქვენი დედაენასთან ურთიერთობა? 2000 თურქეთში 2005 წლამდე სხვა ეროვნების სახელით ასოციაციის დაფუძნება, ასე საქართველოსთან სახელით დაფუძნება აკსალული იყო. თურქეთის სახელმწიფო 2005 წელს კანონი მიიღო პარლამენტში, რომ უკვე გაათავისუფლდა სხვა ეთნიკოსების სახელით. რაც შეეხება თურქეთში
ბათუმელების სახელებით, კავკასიის სახელებით, აჭარის სახელით რაღაცა იყო რამდენიმე ასოციაცია, მაგრამ მაინც თურქებისთვის ეს სხვა ეთნიკურად არ ჟღერს, ცოტა ისხეს, სინაულაციას. პირველად მაშინ დააფუძნდა 2005 წელს საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია, მეც გავწერია. იქ 2006 წელს დავიწყეთ ქართული კურსები, ეს პირველი იყო თურქეთში, ქალბატონი მანანა გულგენიძე იყო ჩვენი მასწავლებელი. ისეთი ათიანი ჯგუფი ყავდა, რომ მაგალითად სეზენგონეჩ ოქჩენი სალომა ბარამეძე, ეშრეფი მახარაძე, ფეჰმუზა უსტიაშვილი, ფაზდიქაია იყო, კიდევ დაუდ კაპტანი იყო. ანუ რას ხელი გულისხმობ, ვინც იყო მაშინ ჩვენი სტუდენტები, უკვე ისინი არიან ზოგი ასოციაციის დამფუძნებელი, ზოგი თავმჯდომარე თუ ასე შემდეგ. ანუ ჩვენ მაშინ მარტო ქართულ ენას არ ვსწავლობდით, თუმცა მაშინ ვერ მიხდით ამას. ახლა მივხვდით, რომ ჩვენ ქართულ კულტურასაც ვისწავლეთ, მაინც და ასეთი წვრილები შეიტანა ყველა მარტო მათ. ანუ მე მაშინ კითხვაზე ვისწავლე, მანანამ მასწავლე ქალბატონი, ცოტა საუბრების რაღაცების დიალოგებია, მაგრამ დანარჩენი მე ჩემით გავახსენე. და მე ერთი ჩემი საუკუნის ცეუდაციკში სათაური მაქვს, ჩემი ქართული თქვენი ხელში გაიზარდა. ანუ ბავშვი როგორც დედას ხელში გაიზრდება, ჩემი ქართულის ვინც მისმოხდა მეგობრობს საქართველოს და თქვენსავით, ამ შემთხვევაში თქვენს ქართული ყველა წვლილი აქვს ჩემი ქართულზე ცოტა თუ ბევრი. კიდევ მე ვსაუბრობ საქართველოს ყველა კუთხის კილებით. 20 მეტი კილო რომ არის ქართულში. მე ვისთან მეგობრობ, მისი კილოდან ის მაგრაკია. ესე იგი თქვენ არა მარტო ქართული ისა ენა ისწავლეთ, არამედ კილოკავებსაც მოერიეთ, ხო? მე ასე ვთვლი, ჩემი კილო ქართული კილოების ბოლო კილო, რამბერზეც კილო. ძალიან კარგი ბატონო ორხან, მე მინდა უდიდესი მადლობა გითხრათ იმ მოღვაწეობისთვის, რასაც თქვენ საქართველოს ქართველებსა და თურქეთის ქართველებს შორის ხიდად აკეთებთ. ძალიან დასაფასებელია და მე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ძალიან ძვირფასია საუკუნის სევდა, მაგრამ ამაზე მეტად კიდევ მე გისურვებთ, რომ მომავალ თაობას დაეფასებინოს ეს თქვენთვის და ასეც იქნება ეჭვი არ მეპარება ამაში. შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის შესახებ მინდა გკითხოთ, ანუ თქვენ იყავით ქართული კულტურის ცენტრის თანადამფუძნებლები? ხართ, დიახ და შემდეგ დააფუძნეთ შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი. თურქეთში ბევრი ასოციაცია, მაგრამ ქართული კულტურის სახელი ბევრია მაინც. მაგრამ მე სანამ სწავლობ, მაშინ ქალბატონი მანანა გულგენიძე რაღაც ჩვენ ორი კუბლეთი გვასწავლა. ანუ ზეპირად არა, ისე ეს ჩვენ ერთის თავისუფალი თემა ერთგუსტიანი, თავისუფალი თემასაც დაწერა, რომ ჩვენ შოთა რუსთაველი რაღაცა ხანზე სოფლიო შედევრი ის ყავსო და შოთა რუსთაველის შესახებ ერთგუსტიანი ინფორმაცია. მე შემიყვარდა. მე შმოთ ვისწავლე ის დასასწრებიდან ორი კუბლეთი, ანუ ზმელი იყო, სირკუზი იყო ეს. შემიყვარდა ვეფქას ყავასანი, უკვე ზოგი თავებს ზეპირად კითხულობ, მაგალითად ანდერზი 21 კუბლიანი საერთოდ. ხოდა მე ხუმრობ ჩვენ რომ რაღაცა რუსთაველის სახელით რაღაცა უნდა დავაფუძნო. მე ჩვენი ქალბატონი მოკლედ ქალბატონი სალომეს თხოვე რომ ერთად დავაფუძნო. ანუ ხუმრობა გახდა ის რაკია დრომული და დავაფუძნეთ. როგორ მოხდა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ რას დავაფუძნეთ? ანუ რადონეზე ის იყო შოთა რუსთაველი. შეიძლება ჩვენს ვერ გიგულობდით მაშინ. ახლა მიხდით რომ ეს რა გავაკეთო? შოთა რუსთაველი კიდევაც როგორ გიწყოთ მე როგორც ვიცი, როგორც მიცეს საქართველოს გარეთ პირველი ეს ანუ ასოციაციის სახელმწიფოს ნებართვის დონეზე დაფუძნებული ასოციაცია. მის შემდეგ გავაკეთეთ ბევრი რამ თუ რა გაინტერესებია. კი, მე მახსოვს ერთი ასეთი ჩვენი შეხვედრა სტამბოლში ჩემი სტუმრობის დროს ჩვენ ტაქსიმზე მოვდიოდით, მოვსეირნობდით ფეხით და თქვენი ჩვევიდან გამომდინარე, როგორც ჩვევიათ ხოლმე ქუჩაში ხმამაღლა კითხულობთ ლექსებს, შევჩერდით ერთ ადგილზე და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის სტროფები ხმამაღლა წაიკითხეთ და მე მაშინ
გითხარით რომ თუ კი ოდესმე გადაწყვიტავთ რომ კიდევ ერთი ასოციაცია დაფუძნდეს სტამბოლში, მოდი დაარქვით შოთა რუსთაველის სახელი მეთქიდავთ. თქვენი თავმდაბლობიდან გამომდინარე თქვენ მითხარით რომ ჩვენ იმდენი ღირსი არა ვართ რომ შოთა რუსთაველის სახელი დავარქვათო და საბოლოოდ ბედნიერი ვარ რომ მაინც ესე მოხდა. თქვენ მითხარით კიდევ სხვებმაც გითხრეს იყო ასეთი კი ბატონო. მეგობრებთან აქ ეცალეთ თბილისში მაგალითად აჭარაში ქალბატონი შორენა რომანზე ჩიტო რომანზე ბევრი მეგობრები მე ისიც მახსოვს ქალბატონი როზა ლორთქიფანიძემაც გითხრათ ჩვენ კი როზამაც გითხრათ ქალბატონმა როზამ მე რომ ამაზე ვფიქრობ ანუ მეგობრებთან მიზიარებდი ეს იდეა ანუ მიზიარებდი როგორც თქვენთან ყველა მეუბნებოდა რომ ანუ მაინც თქვენი ენერგიით როგორ გქცევთ ხარჯულად ისე დავბედეთ ანუ ჩვენი მეგობრების რომ აი მოიფიქრე მეც პირადად და მე და სალომეს თქვენ ქალბატონი მაინც ქალბატონი სალომეს ის კონდა პირადი არქივი და 34 ენაზე კონდა შეგროვებული ვებსაიტის 62 ენაზე თარგმნილია სოფლიოში 34 ენაზე მაინც კონდა მე ესე შევიტანე ასოციაციაში და ასოციაციაში გვაქვს 34 ენაზე ზოგი ენაზე რამდენიმე ხოთა ვებსაიტის თარგმანი ისეთი პატარა ენებიც არის ქურთული ენა მაგალითად. კი, ქურთული. ახლა ბოლოს მე ერთი რაღაცა მინდა გავიხსენო და საზოგადოებას ვუთხრა. არ არსებობს ქართველი ბაბუა. მე ყოველ შემთხვევაში არ გამიგია, ვინც შვილიშვილს ვეფხისტყაოსნით დააძინებდა. პირველი ხართ თქვენ, ქართველი ბაბუა, ბაბუ. ოფერებით ასე ვიცით ბაბუს ვეძახით, ვინც შვილიშვილს დაძინების წინ ვეფხისტყაოსანს უკითხავს და ეს იმდენად ემოციურია და ეს იმდენად სულისმიერი კავშირია ჩვენს კულტურასთან. მარტო ამით დაამტკიცეთ თქვენ რომ ნამდვილად ქართველი ხართ და გიყვართ საქართველო. ხანდახან ესე ვთვლობ ეს ილუსტროს იავნანა, ხო და კიდევ ახლასაც 4 წლის გახდა ის შიმილი. 20-მდე დათვლა იცის, ახლა 20-მდე დათვლა საქართველოს ვერ გაიგებენ. აქ უცხოეთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. კი ბატონო. არა, 4 წლის პარკში 20-მდე არა, მაინც დათვლა მაინც იცის. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად მე საქართველოს დაწერილი ლექსი მაქვს საქართველოს ჩისლაჟვარი და სხვაფერი აქვს, თითქმის ზეპირად იცის. ანუ საქართველოს რომ მეურვე ჩისლაჟვარი და სხვაფერი აქვს ამბობს. გაიმეორებს, ხო და ვეფხისტყაოსანი ერთი რამ პირველად გეტყვით ახლა მე ერთხელ მომივიდა იდეა რომ ჩვენ მეგობრებთან რომ საქართველოს ქართველებთან გავიზიარო როგორ ვაზინებ ავსო და ანდრეზე დავიწყე. ანდრეს ახლა 21 კუბლეტიანია. ახლა ანდრეს კითხულობ, თავიდან გავუხარდა რომ შეშრომილია. გავუხარდა რაღაცა სოფლისა ნაზრახსა რაღაცა რომ ბოლოს მეორე რაღაცა 3-4 კუბლეტი დარჩა. უკვე ბავშვმა გაბრალდა თითქოს მაშინ ის იყო. რამდენი თვიანია. რაღაცა მეუბნება, ანუ თითქოს მეუბნება რომ ეყოფა რამდენი თავიდან ბოლომდე გინდა და მე დაიწყო ტერილი. თავიდან ისინოდა. ანუ ხემილი ისმანი თითქოს მეუბნებოდა რომ დაამთავრდა რა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და კიდე იმასაც ვიტყვი რომ თქვენ ხომ ისწავლეთ 45 წლის ასაკში ქართული ენა და წერა კითხვა. მერე თავად გახდით მასწავლებელი და იქეთ ასწავლიდით და ასწავლით დღემდე საზოგადოებას. 2009-11 3 წელი ვასწავლე, ესე უფასოდ იმიტომ გეუბნებით რომ გულით ვაკეთე. რასაც ვაკეთებ. ანუ იმიტომ ახლა შეიძლება უხერხული ამის თქმა, მაგრამ ჩვენ მე დღემდე კერძო სასწავლებლებს უფასოდ ერთხელ დამპატიჟა სასწაულად ინეგოლის მარმარეს ფედერაციის თავმჯდომარე ომარ დემიტაშმა მაშინ იყო ინეგოლის ასოციაციის თავმჯდომარე და მოვიდა გაკვეთილი ჩაატარებინა. მე ვთქვი როგორ მოვსტამბოლი და ვერტფრენჩ ხომ ვერ მოვავოთხარი. ერთი დღე მაისკოდიო. წავედი აქედან 7 საათზე გამოვედი სტამბოლიდან გემი რაღაცა მარშრუტები და 12 საათზე ვიყავი სტამბოლში, 3 საათი ვიყავი ინეგოლში. 40-იანი ის იყო. ჯგუფი, ხო და 40-იანი ჯგუფი მაინც ვიღაცა გარდაიცვალა და ზოგი ვერ მოვიდაო. მადლობა ღმერთს რომ ვერ მოვიდა, ახლა რამდენი იქნება 40-იანი ჯგუფი, 100-იანი ხომ არ იქნება. ხო და ერთ დღიანი გაკვეთილი ჩავატარე. ეს იყო ისტორიაში პირველი ჩემი და მათიც. ხო და იმის შემდეგ რა თქმა უნდა მე ვუთხარი მათ რომ ერთი მასწავლებელი იპოვეთ ვუთხარი ანუ ხაცა მე იპოვეს მასწავლებელი რა თქმა უნდა მე არ გამომიდოდა მაგრამ ასეთი სახსოვარის მათ ანუ ისეთი თქმა მინდა ჩვენ ქართველებს ჩვენ ბევრი გზა გავიარეთ ჩვენ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი და სხვა ასოციაციებში ჩვენ ზმური ასოციაციები ქართულ ასოციაციებში ბევრი რამ გავაკეთეთ
ვერტლი უკვე. უფრო საინტერესო იყო ბათუმში პირველი საერთაშორისო ვერცხლის ფესტივალი გავაკეთე. და ბათუმის სახელმწიფო შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის გააუტორა ორგანიზაცია კიდევაც ხელოვნური ცენტრი მუსიკალური ბათუმის და სტამბოლის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის სახელით. ანუ რას გეუბნებით, ოციანი ჯგუფი წავიყვანეთ მაშინ აქედან. პირველად ის თურქეთში დაფუძნებული ასოციაცია საქართველოში მასპინძია. შეიძლება ანუ ასე. კი, მეც გახდით მაგ ღონისძიებაზე არაჩვეულებრივი პროექტი იყო და თქვენ იქიდან წამოიღეთ პროექტი ვეფხისტყაოსნის ხელით გადმოწერის შესახებ, ხო? ორმხრივი პროექტი. კიდევ ახლა ის არის ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან ერთობლივად ვეფხისტყაოსანს ხელნაწერი. ხო და ის იდეა მოვიპარეთ ჩვენ, გავაკეთეთ ის წიგნი. ერეთში დავაწერინეთ, ერეთი უკვე დაამთავრდა წამოვიღეთ აქ სტამბოლში ერეთში დაიკო მასწავლებელია მატო მასტა უთრაშვილი და ის წიგნი უკვე არის ქუთაისში მერაბკმიცალის ბიბლიოთეკაში ახლა ჩვენ კონდა სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს თურქულ-ქართულ ურთიერთობებში ეს გავაკეთეთ აკაკეცერეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახლა ჩამობზანებული იყვნენ 10 მეცნიერი რექტორის და აკაკეცერეთის უნივერსიტეტთან გუშინ გავასწინეთ მათ დიდ მადლობა მათ თქვენ სიყავით მაინც ახლა გავაგაქაცილებ ბათუმიდან იყვნენ კიდევ გაუტორო ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო კიდევ იყვნენ სტუმრები და თურქეთის სხვადასხვა ტერიტორიებიდან და რა თქმა უნდა სტამბოლიდან ეს იყო 40-იანი ის სტატია შეიტანებენ ახლა და წიგნად დავაფეჭდავთ აკაკეცერეთის უნივერსიტეტის მომსახურეებით დახმარებით ახლა მე კიდევაც კონსულის ჩამობზონდა ჩვენი სტამბოლის ალექსანდრ ჭიშკარიანმა ყველას დიდ მადლობას ვუხდი ეს გაკეთდა ეს პროგრამა სტამბოლის ბეიკენდის უნივერსიტეტში უნივერსიტეტი კიდევ ნიშანტაში სტამბოლის ნიშანსათეს სახელობის უნივერსიტეტი არის და იქ ლექტორად მუშაობს ასოცირებული პროფესორი ინდრა კუტკარაძე ჩვენი გოგო ჩვენი ია და ია საშუალებით გავაკეთეთ იქაც გუშინ კონფერენცია თუли სალომე ბარამიზესთან ერთად ვიყავით რამდენიმე დღიანი ის იყო მაშინ ვიზიტი მადლობა რომ მაშინ დამპატეჟეთ და გამასწავლეთ ქუთაისელები ახლა რა თქმა უნდა თითქმის ნახევარ ქუთაის ვიცნო კი ბატონო მული გამარჯობა არ მოუგრებიან გამარჯობა არა თითქმის იქაური ვარ მე და გამარჯობა მეუბნებიან ქუთაისში ანუ თქვენ ქუთაისში იყავით მზის თეატრის 5 წლის იუბილეზე დიახ პირველად ბათუმის სალომე ბარამიზესთან ერთად ვიყავით რამდენიმე დღიანი ის იყო მაშინ ვიზიტი მადლობა რომ მაშინ დამპატეჟეთ და გამასწავლეთ ქუთაისელები ძალიან დიდი მადლობა და ბოლოს მე მინდა მადლობა გადაუხადო თქვენს მეუღლეს ქალბატონ გულფერს თქვენს შვილებს რომელსაც ცდილობთ რომ ქართულად აღზარდოთ და რატომ ვუხდი მადლობას თქვენს ოჯახს იმიტომ რომ თქვენ რომ ამდენად ემსახურებით ქართულ საზოგადოებას ეს მათი დამსახურებაა იმიტომ რომ ამაში ხელს არ გიშლიან არის შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც არ სიამოვნებს ამ მთელი დღე თავისი მეუღლე ემსახურებოდეს ვიღაც საქართველოსდან ჩამოსულ ადამიანებს, რომლებიც არ გამოილებიან არასდროს, ხო, ღმერთმა არც გამოლიოს და დიდი მადლობა შენს ოჯახს ამისთვის. მათი დამსახურებაც არის ეს. კარგად იყავით, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. მიყვარს საქართველო, ქუთაისიც განსაკუთრებულად მიყვარს, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა.